8 წლის წინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს იდეა ამხელა განვითარებას იპოვიდა. რომ ერთ დღეს სიკეთით დამოხტული მანქანით მთელ საქართველოს შემოივლითი. ყველაფერი ვალიკოთი დაიწყო. მისი გადარჩენა მინდოდა და ამ ძიებაში იმდენი მიუსაფარი ცხოველი აღმოვაჩინე, გვერდი ვეღარ აუარე. პირველი სახლი ძველი კარადისგან ავაწყე, უმამაზო გამოვიდა. შემდეგ 3000-მდე ახალი სახლის დავამზადე და მერე აღარ დამითვლია. დღეს ჩემი ყოველდღიურობა ამ გზაზე გადის. სადაც გავიგებ, რომ საჭმლის, წამლების ან სახლის საჭიროება, მეც იქ მივდივარ. ხან ქალაქში, ხან სოფელში. ზოგჯერ კი ისეთ ადგილას, სადაც ჩვეულებრივი მანქანით მისვლა ფიზიკურად შეუძლებელია. დიდი ხანია გავიაზრე, რომ სიკეთის ეს იდეა სხვა მანქანას ითხოვდა. ისეთს, რომელიც ყველაფერს წაიღებდა, გზის სირთულეს გაუმკლავდებოდა და არ შემოფერხებდა. როცა იდეა ამდენად ვითარდება, ერთი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ არის. მეც ამ ოცნების გარშემო ადამიანები შემოვიკრიბე. თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა. მერე ამ გზაზე თეგეტაც გამოჩნდა. დამეხმარნენ, რომ უკეთესი მანქანა მეყიდა და ახლა ზრუნავენ. ყოველთვის მზად ვიყო შემდეგი კეთილი თავგადასავლებისთვის. ამ მანქანით კიდევ უფრო შორს მივდივარ. უფრო მეტი სახლი მიმოქვს. თეგეტას ქუთაისის ფილიალშიც განვათავსეთ ძაღლების სახლები და ახლა ქუთაისელი ცუგრუმელებისთვისაც გვაქვს ზრუნველი გარემო. დიდები, პატარები, როცა გზაზე მხვდებიან, მოწონთ იდეაც და ჩემი მანქანაც. მე კი ერთი რამ სულ მახსოვს. მანქანა თავისით ვერაფერს ვერ აკეთებს. მას ძალას ადამიანები აძლევენ. ყველა ადამიანი, ვინც ამ გზაზე გვერდით დაგვიდგება.